პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში იყო დღეს, სადაც მან ისაუბრა, რომ რამდენჯერმე იყო მცდელობა რევოლუციის ქვეყანაში, რომ ეს ყველაფერი იმართებოდა გარეძალებიდან, რომ მეორე ფრონტს მოითხოვდნენ, რაზედაც ოპოზიციის პასუხი თქვენ იცით, რომ ეს არის პროპაგანდა, ოპოზიცია ასე პასუხობს ხელისუფლების აი ამ განცხადებას, რომ ქვეყნის ჩართვა უნდათ მეორე ფრონტში. ყველაფერი ეს, აი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, ხელისუფლების ეს განცხადებები, რომ ქვეყნის ომში ჩართვა უნდათ, რამდენად დაიჯერა საქართველოს მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, აი თქვენ როგორი აღქმა გაქვთ? მე რა კვლევაც ვნახე, 83% მიიჩნევს, რომ ნამდვილად ასე იყო. 12% არ მიიჩნევს და რაღაც ნაწილი კიდე მერყეობს არ ვიცი პასუხობს. მე რაც კვლევაც ვნახე, ანუ 83%-მა დაიჯერა. თუმცა ამ 83%-დან რაღაც მცირე ნაწილი უცნაურია. თან მაინც იქით არის, ანუ თანახმა იყო ოფში ჩართულიყო ქვეყანა. ეს რა თქმა უნდა ეს ბენეფიციარები დაახლოებით 20,000 კაცი ყავთ უცხოელებს ჯამაგირზე აქ მეხუთე კოლონა უცხოეთის აგენტურა 20,000 კაცია ჯამში ეს ლიბერალური შეკრებო ტელევიზიები NGO 600 NGO სოციოლოგიური კვლევები და ვინც არის აფილირებული და ვინც ფულს შეულობს ამ სიტუაციას. ამიტომ ესეთია. ხალხი მიხვდა, იცი რა ხელისუფლება როცა სიმართლეს ეუბნები ხალხიც მოყვება. თუ როცა გვატყუებდით ხელისუფლებას ვაკრიტიკებდით, ხო ჩვენც ვაკრიტიკებდით ახლა საზოგადოების ნეიტრალური ნაწილი, ასე ვთქვათ, უპარტიო ნაწილი. ხელისუფლებას აქვს ფუფუნება იმის, რომ აირჩიოს ან სიმართლის გზით იაროს, რაც ამ შემთხვევაში მოახერხა ამ ომის სცენართან დაკავშირებით. ან მანამდე აი შარლ მიშელის შეთანხმების შარლ მიშელზე თავზე გადახევამდე, რაც როგორც იქცეოდა, ხო ეს პროპაგანდა მიდიოდა ულტრალიბერალური და წესრიგის ესეც არ არის დასაბალი, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს მოვიდნენ გონს შეცვალეს ესე იგი ფირფიტა და ეხლა სუვერენული პოლიტიკას ითხოვენ და პატივისცემას კოლეგა პარტნიორი სახელმწიფოებისგან.